კანიბალიზმი მეფრინველობაში ისევ ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. მისი გამოწვევი რამდენიმე ძირითადი ფაქტორი არსებობს, როგორიცაა იმბრიდინგი, ანუ ნათესაურის შეწყვილება, სრულფასოვანი საკვებიდან არასრულფასოვანზე გადაყვანა და მოვლა შენახვის პირობები. აქ რჩევებს გიზიარებთ, რომელიც დარწმუნებული ვარ ამ პრობლემის პრევენციაში ან შემდგომში მოგვარებაში დაგეხმარებათ. მუდმივად განაახლეთ თქვენი ფრინველის გენეტიკა, რადგან ნათესაურის შეწყვილებისას იზრდება იმის რისკი, რომ წიწილებს განავითარდეს სხვადასხვა სახის მუტაცია და დაიწყონ ერთმანეთის კორტუნა. სრულფასოვანი საკვების გამოყენებისას წიწილდა სრულად იღებს საჭირო ნივთიერებებს, ხოლო მისი შეწყვეტის შემდგომ ხშირად იწყებენ კანიბალიზმს, რათა შეივსონ აღნიშნული დეფიციტი. გირჩევთ სრულფასოვანი საკვებიდან არასრულფასოვანზე გადაყვანა ეტაპობრივად მოახდინოთ რამდენიმე დღის განმავლობაში, ძველი და ახალი საკვების ერთმანეთთან შერევით. ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მოვლა შენახვის პირობებია, რადგან ბევრი ფერმერი სწორედ აქ უშვებს შეცდომას. აკონტროლეთ საფრინველში არსებული ტემპერატურა, ტენიანობა, ვენტილაცია და განათება, რათა მათი დარღვევა აპროვოცირებს კანიბალიზმს. მაღალი განათება და ტემპერატურა აღიზიანებს წიწილებს და იწყებენ ერთმანეთის კორტუნას. კანიბალიზმის დაფიქსირებისთანავე განაცალკევეთ დაკორტუნილი წიწილები, შეამცირეთ განათება და აკონტროლეთ ტემპერატურა. ასევე მიაწოდეთ სრულფასოვანი საკვები და მეტი სივრცე მოძრაობისთვის. ამასთანავე გირჩევთ წყლიდან ორგანული მჟავები ან ვიტამინების კომპლექსი გამოიყენოთ. თუ თქვენ წიწილებსაც გქონიათ კანიბალიზმი, გაგვიზიარეთ რა მეთოდებით შეძლებთ ამ პრობლემის მოგვარება.